ეს მე ვარ, საბაბაბუა, რომელიც დღეს შეესწრება ბათუმის ბულვარში დადებითი ემოციები გაავრცელოს და ხალხი ცოტათი გაბრანგოს. მაგრამ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო. ფრენკი ჩაიშალა. Ну, это точно так же, он делает 12, я сделаю 14. თუ როგორ და რატომ ამ ყველაფერს ვიდეოს ბოლოში გაიგეთ. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ, მაგამდე მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადოთ ჩემს მხარდამჭერ კომპანია Snack-ის, რომლის წყალობითაც მთელი ვიდეოს განმავლობაში დავერეკებთ პატარა წუბიკებს. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ გრიმის შემქმნელ ადამიან ნაზის, რომლის Instagram-იც რა თქმა უნდა აღწერაში იქნება. ახლა კი დავიწყოთ ვიდეო. რამდენი არია? მოიგონდა, მე შემოვარ მე. მოიგონდა 5 არია. ვინები ვართ? ვინები ვართ? აქეთ ამხარ ეს და პერე. ქვევიდან ამოვარტა თუ ზემოდან? ან ნახეთ ერთი ხელი ზემოთ. ხო ქვემოთ ქვევიდან ამოვარტა? რა მუჭი? ხო მუჭია ამოვარტა? ოლე აგედევიდა? გადევიდა? აი, თქვენი მაქენით. იმათ ფაქნა, იმათმა ჩააწოდო, იმათმა ჩააწოდო. ეგ არის. ო! იმათ არა ბუჩი? არა, ჩვენი. ჩვენი იმათ წავაღე, თუ. ბიჭო პატარა ნება. ბიჭო. გაშო. Jumber. 35. ჩვენი მეგობრები 46. მოდი გიო. ვიდეო. აი. ბაბუ! ვაუ! ოდიში. აბუ ლიბეროზე დაგდები? აიზე? ლიბერო? ლიბერტი მაქვს, ლიბერტი. აშო, დევიღალები, ჩააწო, შენ. აბუ აურასთან. დევიდეთ ბაბუათა. გაველაპარაკო გამა. მოდი ვიჯო, მოდი ა. ვა! აი, ვი არის ვიჯო. რაშო ვიჯო, მაგცევ? ჰა? კლა მაგის დედა. აბუ გაიცანი ახალგაზრდობა ბაბუ. კაი იყო ახალგაზრდობა. პირველ თამაშო? არა ის ნა. რა. მოდი, რა. თუ მოიგებ, კარგი სასტუკას მოგცემ შენ. Snacks მოგცემ, Snacks. იცი Snack-ი? კი. ვახჩი, 1-0. 7-მდე. თვითონ მე შემეგობასაც უნდა. ოჯახ, ბაბუ, ოჯახ. აი. შეცდომადო უშვი. რა არის აბა Snack თუ იცი? სეტი? Snack-ი. საჭმელივით არა? საჭმელივით რა საჭმელი აბა? არ ვიცი. ო? აი, თქვენი არ არის, მაგრამ ისა რა ქვია? Peanut butter-ია. ანუ მიგი რა ქვია, არაქისის კარაქია, ბაბუ. 3-1-ია, ბაბუ. რატომ მატყუებ? შემეშალა. არ მომატყუა, არ მოიტყუო, შენ არ ასვ. არა შემეშალა. აი, ეხა 3-2. ეხა შენი საჭოდებაა, ბაბუ. უი, რა სამწუხაროა, ბიჭო. 6-4, ბაბუ, ერთი დაგჭა და ეგ არის.
აი, ბოდიში, ბაბუ. შევდეგი, ბოდი, ბაბუ. იცი თამაში? ულა არ მოთამაში. აი, ბავში ხარ, ყოჭებში გეტყობა 1-0. ასაკი არ იცი, ბიჭო, უფროსი პატრი რომ უნაცე. რა შობა, მოდი. წავაგე, ბიჭო. აგრე ბოშებო თქვენ. შენ რო წაგე, მამნახე, წაგევით არა უშავს. შენ მომავალში მოიგებ. აი, შენ და აი, შეგის მიწისყელის არაქე კავშირო. თქვენიც, ბაბუ. მიდი, აი ბოშები ხარ, სიმო. ასე უნდა, ბიჭო. მოდი, ბიჭო, გავაგზავნოთ, მოდი. გაფერ, ბიჭო? გაფერ? ბაბუ გაიხსენი ბაბუში. აი ბოში ხარ შე, თამაში არის, მოდი. შემდეგი მოუშვით, რომელიც გინდათ, პინგ-პონგი. ბაბუ ბოლო დონით არ გეთამაშები, ბაბუ. ბიჭო. აი მაგარი ხარ შე, მაგრა ის თამაში. ბაბუ, შენ რუსეთში მსახურობდი, ბაბუ? ეგ 3-1, ბაბუ. შენ ხარ ეს დაეცა, ბაბუ. რა შენ ხარ ეს დაეცა? მე გავათამაში გადავალ. მოდი აქან. 4-2. 4-2, ბიჭო. ეგ 7-2, ბაბუ. შემდეგი, ბაბუ, შემდეგი. შე, ბიჭო, ის თამაში? ისი უეჭველი? მე. აგარიში? 3-3. რაღაც აცხას მატყუებს, ბავშვი. წააგე, ბაბუ. წააგე, ბაბუ. მაგრამ არ წეხვიდე, სიმონ მასადე მე სტექს მოგცე, მოიცა? აი, ლევანიკო, ჩემი ბიჭი არის ეგ. ბაბუ. აი, იგი შენ რა. მადლობა, დიდი ბაბუ. კარგად იყავ. მოდი, აგ მოგცე. აგი შენ, ბიჭო. დაგიფასდებაო. წავეშ. ლევანიკო, აგე მოდი, ბიჭო. შტანგა არ არის, შტანგა. სტანგარი. რა რომელი? შტანგა, bench press. პესი არა. ჟიმი მინდა. მოდი, ლევანიკო, გასწავლო, ბიჭო, გასწავლო. ამწიე ლევანიკო, მოდი ბიჭო. ამწიე, ბიჭო. აი. ამწიე. ო. აი, მოდი ხელი დავდოთ, ბიჭო. მოდი, ბიჭო. 3, 2, 1. აბა მიდი. ეგი ხამჯო სულ? მოდი, ბიჭო. მოდი. მოდი. ერთი ორი. აგი ხარ, ბიჭო, მარტო. You good, you. Very young. Oh, very young. I'm 54 years old. 50 years old. იუაჯიშეთ, ბავშვებო, იუაჯიშეთ კიდევოდით, მე გადაგიწევთ ხელს. ლევანიკო. მოდი შვილო, შენს გადაგიწევ. მოდი აბა. რა შეგიძლია, ბაბუ? წავიდა, ორი ხელი შეყავთ თუ. წავიდა. აი. ტატა, მუთა. ოპ. აბუ. შემდეგი. შეკიდე გინდა, კიდე მოდი ხარ. მოდი ბიჭო. აი. ხელს ნუტე ხავ, აბუ. ნუ. ვაი. წავიდა. აბუ შერაჯობეთ აბუს. არ მოდის, არ მოდის. მოაწეკით. აბუს პადეშკა. აი. ვეღოფა, სტექის მიწის ხელით კარაქები მივცეთ, ლევანიკო. აი, სტექი მივცეთ. ბავშვებო, აწახვიდეთ უჩემ. აი მე და. წელი მეტკინა, ჩემი კაი.
Hello guys. ამერიკანეს მოკლედ რატო ვარ ახლა მე აქ? და რატო გესაუბრებით აქედან? ვიდეოს თავში მე დაგფერდით რომ მოგიყვებოდით თუ რატომ ჩაგვიშალა ჩვენ ფრენკი. და რატო გადავიღეთ ის რაც გადავიღეთ და რაც ნახეთ და რატო არ იყო ის რაც გვინდოდა. მოკლედ თლიანი ფრენკი იყო სხვანაირად წარმოდგენილი ბათუმის ჩამოვედი ხოლმე ერთი დღით იმისათვის რომ გადამიღო ეს ყველაფერი და მე ისევ დაბრუნებულიყავი უკან. ბათუმში დავხვდნენ ძმა და მეგობრები ლევანი და აჩი ჯაიანი და ლევან მიქელაძე, რომლებიც პირველად ნახე და ისე გვერდში დამიდგნენ რომ აი არ ვიცი, იმიტომ რომ მაგათ დამსახურებაა რომ ეს ვიდეო ახლა შედგა და თქვენ ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, მაგრამ იდეა იყო სულ სხვა. მოკლედ ოქტომბრის ბათუმის ფილიანი და წამოვიღეთ გირები, რავი შტანგები, ნუ 1000 რაღაცა და გვინდოდა ესეთ რაღაცა რომ ბათუმში უნდა დაგვიდგა ეს გირები, ლევანი იქნებოდა ის ადამიანი, ვინც მიიპყრობდა ადამიანების ყურადღებას. შემდგომ მე შემოვდიოდი როგორც მოხუცი ადამიანი, მოხუცი კაცი და უნდა გამეკეთებინა შემდგომ იგივე ვარჯიში იმაზე მეტი, რაც გააკეთა. მაგრამ პირველივე ადამიანები, ვინც მოვიდნენ, ესენი იყვნენ უცხოელი ადამიანები, რომლებიც საუბრობდნენ რუსულად, რუსულენოვანები იყვნენ. ჩვეულებრივად მოვიდნენ, რაღაცა გააკეთეს, აწიეს, მივეცით სნექის არქის კარაქები. ამ დროში მივდივარ მე, როგორც მოხუცი ბაბუა და დაიწყეს რაღაც მხრივ ღადაობა. უთხარი რომ მე ვეუბნებოდი რომ მეთქი, რავი თუ გააკეთებ თქო ისევ 10 მეთქი, მე გავაკეთებ მეთქი 11 მეთქი და მაგარი ვიქნები თქო და რაღაცა და ანუ იდეაში მიზანი იყო ის რომ თან სასაცილო გამოსულიყო, თან ესე ვთქვათ ვიღაცების დაიჯერათ, მაგრამ არ მეგონა საერთოდ არ მქონდა ის მიზანი რომ ვიღაცას დაიჯერებინა, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა რო ხდება, ყველა მითის უკვე რომ და ჩაწყობილია, იმიტომ რომ იმდენი გლობალური ვიდეოა ასეთი რაღაცებზე რომ არ მქონდა მოლოდინი რომ ვიღაცა დაიჯერებდა რა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ნამევნი არ ამყვნენ პირიქით დაცინვა დაიწყეს, რაღაცა შეძახილები იყო, რაღაცა რუსულად და საუბრობდნენ რაღაცებს, ანუ რაღაც მომენტში ნერვები მომეშალა, იმ დონეზე მომეშალა რომ მეთქი აი კარგად იყავით, მეთქი აჩი ლევან ავიღეთ, ესენი წავედით თქო რა, მაგრამ ამ ადამიანებმა გააგზელეს ისევ რაღაცა რავი ეგოს დამტკიცება თუ რა არ ვიცი, ისევ რაღაცა აკეთებდნენ დედლიფტებს, ესენი აქედან მეუბნებოდნენ რომ აბა ესე თუ აწევ ამას კილოს, ერთი ხელის თუ აწევ ამას კილოს და რაღაცები რა სამტკიცებდნენ საერთოდ ვერ მივხვდი რა. რავი შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ საერთოდ რატო მოგიშალათ მაგაზინერები გაგიძელებინა თუ შეულებრივადო რა. უბრალოდ იმდენად ცოტა ცინიკური იყო ის ყველაფერი, რასაც კომენტარებიც მოდიოდა იქიდან. პლუს იმიტომ ვერ ვაგზელებდით რომ გარშემო რაც იყო ხალხი, ის ვთქვათ პოტენციური დამფრენქველი ადამიანები იყვნენ, არ ვიცი როგორ დავარქვა, რომლებიც შეგვიძლია რომ ეგ ადამიანები ეს ვთქვათ ერთ-ერთი მონაწილეები ყოფილიყვნენ ფრენკის, მაგრამ იმ ადამიანებს არ ვარ ის ადამიანი რომ ვიღაცას ეს ვთქვათ აშავებდეს, პლუს ის რომ არ ვარ კონფლიქტური და კიდე შეიძლება არ ვთქვა ბევრი რაღაცა და არც მინდა ამ თვალსაზრისით ვიღაცის გაშავება, უბრალოდ მიწევს, იმიტომ რომ ვიდეო არ გამოდის, არ გამოვიდა ის რაც მე მინდოდა, რომელიც დაგეგმილი იყო რა. საბოლოო ჯამში გადავწყდა რომ უნდა აგვიშალა და ანუ იმდენად თქმა ნერვები მოშლილი რომ მინდოდა რომ ეს გირები ისევ თავის ადგილას ოქტომბერში მიმეტანენ და წავსულიყავი თბილისში რა. მაგრამ ჩვენმა ძმებმა ლევანმა და აჩიმ ეს არქნეს, არ გამაკეთებინეს უბრალოდ და პირიქით უფრო მეტ და მეტ იდეას მაძლევდნენ რომ რაც შეიძლება კაი ვიდეო გამოსულიყო რა. მაგრამ არაუშავს, ვფიქრობ რომ ის რაც გამოვიდა ძალიან კარგი იყო, მადლობა იმ ბავშვებს, ვინც ესე ვთქვათ, ვიცი რომ მიხვდნენ, ყველამ ვიცით და მიხვდებოდა, თქვენც მიხვდებოდით, ეხლა აქედან ვინც ვიყურებთ და ასევე ძალიან დიდი მადლობა იმ ბიჭებს, ბათუმელ ძმებს, ლევანს და აჩის, რომლებიც ესე ვთქვათ ეს ვიდეო გადაარჩინეს და აი პირველად ნახე ადამიანები, აი ზუსტ პირველად ნახე მან ბათუმში ჩასულისას და ან ისე გვერდში დამიდგნენ რომ მე ხელები ამეწევია, ძმებო აქედან მოკითხვა, თქვენ რომ ჩამოყალთ თბილისში ანალოგიურად, გითხარით კიდევაც და აუცილებლად ელოდებით და აქედანაც დიდი პატივისცემა იქნება. მადლობა ასევე ძალიან დიდი ნაზის ადამიანს, რომელმაც ის გრიმი გამიკეთა უსასყიდლოდ, ძალიან დიდი მადლობა მას, ასევე მისი Instagram გვერდი იქნება აღწერაში, ბათუმში აქვს ესე ვთქვათ, თავის სამუშაოს ივცეთ და შეგიძლიათ ვინც იქ მოხვდებით, შეგიძლიათ ჩაიწეროთ აუცილებლად. ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩემს მხარდამჭერ კომპანია Snackies, რომელიც ამ ვიდეოს ესე ვთქვათ, მხარდამჭერი კომპანია იყო. მოგვემარაგა წუბიკებით, ხალხს დავურიგეთ იმ ადამიანებს, ვინც ესე ვთქვათ გავპრანკეთ და ვინც ვერ გავპრანკეთ იმასაც დავურიგეთ და მადლობა ძალიან დიდი Snacks ამ ყველაფრისთვის, იმედი მაქვს რომ ასევე სხვა სპონსორებიც გამოჩნდებიან სხვა ვიდეოებისთვის, იმიტომ რომ ძალიან კაი ვიდეოების იდეა ტრიალებს შემსწავლში, იმედი მაქვს რომ მას განვახორციელებთ და ეგ არის და ეგ. მადლობა თქვენ, 5000 გამოწერზე ვართ უკვე, მინდა გითხრათ, წინ მივიწევთ წინ 10000-ისკენ, რა შეიძლება მალე 10000-ისკენ, იმიტომ რომ ვაპირებ პატარ-პატარა ჩემპიონატებს. შემდეგ შეხვედრამდე მეგობრებო, მადლობა ძალიან დიდი და მიყვარხართ, გულში ხართ, გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ და კომენტარით და ყველაფერი. Adiós.